ეს არის ჩემი მე-14 დღე ტაილანდში და რადგან აქამდე ვერ მოვახერხე რომ ნორმალური YouTube-ის ვიდეო და მე გეგმა გადამიღო და მეწყო, გადავწყვიტე რომ დავიჯდე, გელაპარაკოთ და თან გაჩვენებთ იმ ყველაფერს, რაც ამ 14 დღის განმავლობაში მოხდა. ამ 14 დღის გამოტოვება არ შეიძლებოდა თუ სტაბილურად მინდა ვლოგების გაკეთება და ჩემი ძირითადი კონტენტი YouTube-ზე იქნება ვლოგები. ვფიქრობ ხოლმე რომ თითო კვირის ვლოგი ანუ კვირაში ერთი ვლოგი. სამწუხაროდ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ძალიან ბევრ მუშაობას ამ ვიდეოებზე ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ YouTube-ის ვიდეოებზე მუშაობა ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. გარდა მაგისა, მე არ წამოსულ ვარ კონტენტის გამო, ანუ შესაბამისად მე არ მაქვს დაგეგმილი რაღაცები იმისთვის, რომ კონტენტი გამოვიდეს იდეალური, ანუ როგორც არის ხოლმე YouTube ვიდეოები ნამუშევარი, ამიტომ ესენი იქნება just ვლოგები იმ სტილში, რა სტილშიც მე ზოგადად ვარსებობ სოციალურ ქსელებში, ანუ ძირითადად რაღაც ინსპირაციული, ჩემი შინაგანი მდგომარეობის გაზიარება, საინტერესო რაღაცების მონახულება და ეს საინტერესო რაღაცები ჩემთვის არ არის რაღაცა სახურავებზე ფართები, ანუ ცოტა სხვა რაღაცები მაინტერესებს ხოლმე, რაც ბანგკოკთან დაკავშირებული არის, ეგენი მე ნაკლებად მაინტერესებს. ამიტომ ცოტა სხვანაირი რაღაცები გვექნება. ეხლა რა ხდებოდა ამ 14 დღის განმავლობაში? თბილისიდან წამოვედით 10-ში ღამე, ანუ 11-ში ფაქტობრივად ღამის პირველის ნახევარზე. წამოვედი რამდენიმე ქართველთან ერთად, იმიტომ რომ აქ ტაილანდში გურანდას ჩემს მეგობარს ჰქონდა რიტრიტი, ტრანსფორმაციული მოგზაურობა. გამომდინარე იქიდან, რომ მე გურანდასთან ვმუშაობ ამ ტრანსფორმაციულ მოგზაურობებზე, ანუ კონტენტს ვაკეთებ 10 დღის განმავლობაში. ანუ 12 რიცხვიდან 22 რიცხვის ჩათვლით მე ვმუშაობდი ტაილანდში ჩვეულებრივად სრულ განაკვეთზე, ანუ დილიდან რაღაცა დღის 90% მიქონდა რიტრიტს ვიღებდი, ვიყავი, მონაწილეობდი, მეც ბენეფიტს ვიღებდი და ასე შემდეგ. ანუ ვიყავი ჯგუფთან ერთად, ქართველებთან ერთად, ამიტომ ამ 10 დღის განმავლობაში არაფერი სოლო მოგზაურობასთან დაკავშირებული არ ხდებოდა. თუმცა ძალიან საინტერესო პროცესები იყო, იმიტომ რომ რიტრიტები ჩემთვის ეხლა ის იყო მე-12 რიტრიტი, რასაც დავესწარი გურანდასთან ერთად და მაინც იყო გარკვეული ტრანსფორმაცია. ამ ტრანსფორმაციას ვერ დავარქმევ, უფრო რაღაც ინსაიტები მივიღე. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები გავიარეთ. ერთი წელია გურანდა არ მინახავს და ისიც ცოტა შეცვლილი დამხვდა. რაღაც ახალი პრაქტიკებიც იყო ისეთი, რაც აქამდე არ გამიკეთებია. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები დაიწყო. და 1-2 ძალიან კარგი გააზრება მქონდა, რომელზეც ვიმუშავებ აუცილებლად. ძალიან კარგი და დიდი სიახლე არის, რომ მე დავიწყე ფოტოგრაფობა. არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ წამოსვლამდე აქამდე რამდენჯერმე მქონდა, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მქონდა მცდელობა, რომ მესწავლა ფოტოგრაფია, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვსწავლობდი. და სანამ წამოვიდოდი, ესე უცებ დამეცა ინსპირაცია. და ეს ინსპირაცია იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ კი არ დამეცა სწავლის ან გადაღების ინსპირაცია. დამეცა ინსპირაცია Instagram პროფილის ბაიოსი. სადაც ვამბობ, რომ მე შემიძლია დაგანახო სილამაზე საკუთარ თავში. და მივხვდი, რომ რაღაცნაირად ამისი შინაგანი უნარი, ანუ უფრო გამიჩნდა სურვილი, რომ ადამიანებისთვის ეს გამეკეთებინა. და ფოტოგრაფია ალბათ ყველაზე ლოგიკური იყო ჩემი ტვინისთვის და ამიტომ ეგ მოვიდა. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ანამ თავისი კამერა მომცა. ისეთ ფასად, რომ ფაქტობრივად უსასყიდლოა, იმიტომ რომ მე ვნახე ფასები. და ეს არის ესეთი პატარა და საყვარელი, რომელმაც უკვე, ანუ არ ვიცი, ჩემი თვალები შემაყვარა. იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რაც გადავიღე ამ დღეების განმავლობაში, გაჩვენებთ თან ახლა კადრებში. იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ანუ რო ვიღებ და მე ვუყურებ, მგონია, რომ არ ვიცი, ხელოვნური ინტელექტი კამერა მქნა თვითონ, ანუ ვერ ვიაზრებ, რომ მაგ ყველაფერს მე ვშვები. იმიტომ რომ რეალურად ახლა რამდენად მაგარი კამერაც არ უნდა გეჭიროს,
ალბათ ფოტოგრაფები და მეთანხმებიან, ხო? და ფოტოგრაფებს ძალიან არ უყვართ ხოლმე როცა ეუბნებიან, რომ მაგარი კამერა გაქვს რაღაც, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რა კამერა გიჭირავს, ანუ რაღაცა ხედვა უნდა დაატანო. და მე მეგონა რომ შეიძლება მეთქი ტექნიკურად ვისწავლო, მაგრამ ხედვას ვერ გამოვიმუშავებთ ხო, მაგრამ არ ვიცი ხალხო მართლა როგორ ხდება. აშკარად ინსპირაცია იყო. და იმდენად ყველას მოეწონა, ვისაც გადავუღიან აი ამ რიტრიტის განმავლობაში, რაც გადავიღე, რომ ისედაც ვფიქრობდი, რომ რაღაც მხრივ შეიძლება და მექცია შემოსავლის წყაროდეს ყველაფერი. და ეხლა გადავწყვიტა, რომ შეიძლება რაღაც ჯგუფურ რიტრიტებს და ასე შემდეგ გადავუღო. და რამდენიმე ინსპირაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. პროფილს მაგიტო გავაკეთე, რომ მოგზაურობის დროს ჩემი მომსახურება როგორც ფოტოების გადაღება გავყიდო. რა თქმა უნდა, ამ რამდენიმე გადაღებულ კადრს არ განვიხილავ იმათ, რომ მე ფოტოგრაფი ვარ და შევდექი. კურსი მაქვს ნაყიდი და უნდა გავიარო. ჩემი მეგობრები არიან ფოტოგრაფები, რომელთაც ვეკითხები ხოლმე, რომ აბა როგორია, როგორ დაამუშავებდი და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ აი ჩემთვის არის რაღაცა საოცარი სიახლე. მე სულ რაღაც მომდის ხოლმე თავში აზრად, რომ რაღაც ვისწავლო, მაგრამ აი ხელოვნებასთან ახლოს თუ რამეს გავაკეთებდი, არ მეგონა, იმიტომ რომ მგონია, რომ არ ვარ კრეატიული ადამიანი, მგონია, რომ ხელოვნების გაგება ნაკლებად შემიძლია და ესეთი დებილობები მეგონა ჩემ თავზე და უცებ რაღაცა კარგი გადავიღე. ეს არის და ეს. ეხლა რაც შეეხება სად ვარ და რატო ვაკეთებ ეხლა ღამე ამას, იმიტომ რომ დღის განმავლობაში იმდენად ხმაური იყო ყველგან, სადაც ვიყავი, რომ ვერსად ვერ ჩავწერე ვიდეო. ეხლა ვარ ბანგკოკში, დღეს ჩამოვედი ბანგკოკში, წუხელ მთელი ღამე საღამოდან ვიმგზავრე ავტობუსით და სჭირდა 13 საათი დაახლოებით ამ ავტობუსს ფუკეთიდან ბანგკოკამდე. წინა დღეები მთლიანად ფუკეთში გავატარე. ფუკეთი არის ცოტა ძვირი ვიდრე ბანგკოკი. სანახავი ნაკლებად არის რაღაცები, იმიტომ რომ მთლიანად არის სანაპირო, ანუ ფუკეთში ხალხი დადის სანაპიროების გამო. ბანგკოკს რაც შეეხება, არ ვიცი, ან მეგაპოლისი არა. დღეს ჩამოვედი, მარტო გზები ვნახე და შენობები. ბანგკოკი ძირითადად ორიენტირებულია გართობაზე. აქ ხალხი ჩამოდის დასალევად, გასართობად, დრაგებისთვის, მოსაწევისთვის, რაღაცა პენტჰაუსების ბოლო სართულებზე ფართებისთვის, ეგეთი ვაიბი აქვს ამ ქალაქს, არის საცობები, მაღალი შენობები, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან საყვარელი ჰოსტელი ვიპოვე, ხამ ოთახში ვიხდი მაგალითად $20 ღამეში, 3 დღით მაქვს ნაქირავები. ხვალ ვფიქრობ, რომ წავალ მე ერთ-ერთი ანტიკური ქალაქის აღმოსაჩენად, ანტიკური ქალაქი. ხო, ეგრე ქვია. სადაც არის ძალიან ბევრი ტაძარი და ძალიან მაინტერესებდა, მონიშნული მქონდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ საერთოდ გადავწყვეტდი ამ სოლო მოგზაურობას, მანამ მოვინიშნა რამდენიმე ადგილი ბანგკოკის გარშემო. და ერთ-ერთი არის ეს ქალაქი, სადაც არის ძალიან ბევრი ტაძარი და ძალიან მინდა ამ ტაძრების ნახვა. მაგიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ვიდეოს შეკვირა, რომ ხვალ უკვე ზრუნვა დავიწყო იმის გადაღებაზე. და ტელეფონით უნდა გავასუფთავო თან. მე არ ვიცი რას ვაპირებ, არის კიდე რამდენიმე ადგილი, რის ნახვაც მინდა, დიდი ალბათობით ბანგკოკში დავრჩები ცოტა ხანი. მე გურანდაც აპირებს ჩამოსვლას, გურანდას ჩამოსვლამდე ვიქნები თუ არა, არ ვიცი. გააჩნია ნუ ფასებს. ყოველ შემთხვევაში აქ ჰოსტელები უფრო იაფია ვიდრე ფუკეთში. და რამდენიმე ჰოსტელი უკვე მოვინიშნე, რომ თუ ამ 3 დღის მერე ბანგკოკში დარჩენს გადავწყვეტ. მას ვქნა აუკოყოები არიან. თუ დარჩენას გადავწყვეტ, მოკლედ ვიქირავო. ხო, ბევრი კითხვა იყო ვიდეოები რო დავდე, ბევრი კითხვა იყო, რომ ვიზაზე გველაპარაკე, ბილეთებზე გველაპარაკე და ასე შემდეგ. სიმართლე რო გითხრათ, აი ბილეთებზე რა უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი, იმიტომ რომ უბრალოდ შევედი Skyscanner-ზე, რომელიც ანუ ყველა მის ალბათ რო არსებობს, ვისაც ოდესმე მოგზაურობა თავში გაუვლია. Skyscanner-ზე შევედი და ყველაზე იაფი ბილეთი რაც იყო, ეგ ავიღე. არ ვიცი ბილეთებზე რა ვილაპარაკო. მართლა. და ზოგადად არ ვიცი ეგეთ რაღაცებზე, რაც აი უმარტივე, სად დაგუგლადი არის, როგორ
მოკლედ ცოტა გაუგებრობაში ვარ მაგ ნაწილში. რაც შეეხება ვიზას, ტაილანდი არის უვიზო 2 თვის განმავლობაში, ამიტომ 2 თვის განმავლობაში არანაირ ვიზას არ მოგთხოვენ. ჩემთვის არ მოუთხოვიათ მათ შორის არც უკან დაბრუნების ან ქვეყნიდან დატოვების ბილეთი. ქვეყნიდან დატოვების ბილეთს თუ მოგთხოვენ, შეგიძლია რავი იყიდო ვიეტნამის ბილეთი, რომელიც არ ღირს ძვირი რა, რაღაცა ტაილანდიდან ვიეტნამამდე შეიძლება დაგჭირდეს 200 ლარი მაქსიმუმ ბილეთში. ამიტომ რავი ჩემთვის არ მოუთხოვიათ ეგ. მე ჩამოვედი დელის გავლით. ეს დამავიწყდა. ჩვენ ჩამოვედით დელის გავლით და დელიში გქონდა, იმიტომაც ღირდა ჩემი ბილეთი შედარებით იაფი და შედარებით იაფში გულისხმობა 900 რაღაც ლარი. იმიტომ ღირდა შედარებით იაფი, რომ დელიში გქონდა 23 საათიანი მოცდა და 23 საათის განმავლობაში გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით ქალაქში და რა თქმა უნდა სასტუმროც დაგვეჯავშნა. მე-14 დღეა აქ ვარ, მაგრამ დელიმ რაც მოახერხა, ამ 23 საათის განმავლობაში გვეძინა 3 საათი ალბათ. ვნახეთ ტაჯ-მაჰალი და იმ სასტუმროდან, სადაც ჩვენ გავჩერდით და ნიუ-დელიდან ტაჯ-მაჰალის შორს არის, ანუ 3 საათის გზა იქით, 3 საათის გზა აქეთ ვიარეთ, ანუ 6 საათი გზაში დავყავით, 3 საათი გვეძინა, დანარჩენი დავბოდიალობდით და რაც მაგ ქალაქმა მოახერხა კულტურული შოკი, ეგეთი კულტურული შოკი არ მიმიღია არსად. იმიტომ რომ პირველ რიგში არის დისონანსების ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ინდოეთი ეგრეა, მაგრამ დისონანსების ქალაქია ვიღოთ ამ შემთხვევაში ნიუ-დელი, იმიტომ რომ არის რაღაცა გეტო, სრული გეტო და უცებ ამ გეტოში არის შედარებით კარგი სასტუმრო, რაღაც ვიტრინებით. ზუსტად იგივე იყო ჩვენი სასტუმროც, ჩვეულებრივ გეტოში შევედი, ისე რომ არც მიფიქრია, რომ სასტუმროდან ფეხი გამედგა ქუჩის დასთვალიერებლად, შანსი არ იყო. და ტაქსებით სასტუმროსი გამოვიყენეთ, ყველაფერი სასტუმროსი გამოვიყენეთ, ერთადერთი ტაქსის მწყოს ვთხოვეთ, მერე სადმე ნორმალურ რესტორანში შევეყვანეთ, იმიტომ რომ სასტუმროში ბრექვესტი იყო ისეთი საზღვრობა, ჩემთვის სიმართლე გითხრათ, იყო სრულად წარმოუდგენელი, რანაირად შეიძლება გაძლოს ადამიანმა ესეთ სიბინძურეში, მაგრამ გაძლებასთან ერთად ამ ხალხს ეს მოსწონს, ჩემი აზრით. იმიტომ რომ წარმოუდგენელი დოზის სიბინძურე მძვინვარებს, მართლა მძვინვარებს ხალხო, ეგეთი არაფერი არ მინახავს. და თან ძალიან დისონანსი. მე მგონია, რომ ინდოეთისთვის უნდა იყოს სულიერად მზად, როცა ჩადიხარ. მე აუცილებლად ჩავალ ინდოეთში. ეხლა კი ეს ვლაპარაკობ, მაგრამ აუცილებლად წავალ ინდოეთში. და ვითომ ეხლა ეს ხმა შემოდის წყლის, ალბათ შემოდის, მაგრამ დავიკიდოთ. მე აუცილებლად წავალ ინდოეთში, იმიტომ რომ მართლა არის აღმოსაჩენი და შესასწავლი, ზუსტად ეს ქცევა, ეს მდგომარეობა და ძალიან უცნაურია მართლა ადამიანებს რო ელაპარაკები ინდოელებს. არიან სრული ბავშვებივით. ძალიან შეფეხცულად გამომდიოდეს, მაგრამ თითქოს ვერ აღვქვავდი, რომ ზრდასრულ ადამიანებს ველაპარაკები. რაღაცნაირი ბავშვურობა აქვთ. მაგრამ ამ ბავშვურობის მიუხედავად, კრიმინალი, ტრაფიკინგი, გაუპატიურება, მაინც ხდება სრული სიგიჟე. მაგრამ ყველაფერი ერთად არსებობს ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველაფერი არსებობს ერთად. იმიტომ რომ ამ სიბინძურეების პარალელურად და იმ რაღაცა საშინელი გეტოების პარალელურად, სადაც ფაქტობრივად ერთი ცალი სრულად აშენებული შენობაც კი ვერ დავინახე, ყველაფერი რაღაცა ტიპის ნანგრევს შეიცავდა. ქალაქებს შორის ტერიტორიებზე არის რაღაცა უდიდესი ვილები, რომელთა წინა ტერიტორიაც შეიძლება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე არის მოსუფთავებული გაზონები, რაღაცა სკულპტურები, ვერ ამოვხსენი ჯერ ეს ქვეყანა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაგისთვის დაუბრუნდები. არ ვიცი რა გამომრჩა და რა დამოვიწყდა. რაღაცებს ჩავსვამ, ეხა კადრებში მაგალითად ჩავსვამ ჩემს გუშინ წინდელ გამოცდილებას. ჰოსტელში ერთი დღის დამატება მომიწია და მაგას გაჩვენებთ ეხა რაღაც. ეს არის ჩემი ბოლო ღამე ფუკეტში და ეხლა არის დილის 4 საათი.
და გამოვედი ჩემი ოთახიდან, იმიტომ რომ დღეს ჩეკაუთის დღე მქონდა წესით, მაგრამ ერთი დღე დარჩენა მინდოდა, იმიტომ რომ არ მქონდა მოფიქრებული, სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი საერთოდ. და აქამდე 10 დღის განმავლობაში მე ვიყავი ქალების დორმში რა, ანუ 8 ქალი ვიყავით ამ ოთახში. უბრალოდ 8 ადგილი იყო და ხარამდენი ვიყავით ხარამდენი. და დღეს რო ვთხოვ ერთი დღეც მინდა მეთქი დამატება თქო. მაგ ოთახში აღარო, ეხლა უნდა შევიხედო ერთი ყველა ადგილი დაკავებულია თუ რატო ქნის. მაგ ოთახში აღარო და შერეულში გადაგიყვანთ და ამ შერეულში არის 5 კაცი. ანუ 6 ცალიანში 5 კაცია და მე-6-ე მე ვიყავი და მომიწია თან ზედა მეორე სართულზე და ჩემს ფეხებთან იყო პირდაპირ კონდიციონერი და ვერ გავუძელი ამ კონდიციონერს. ამიტომ გამოვედი ახლა დილის 4 საათზე და ვზივარ ჰოლში და არ ვიცი რას ვაპირებ. ჩამეძინება ჩამეძინოს. მაგრამ აქაც ის მოკლედ not okay რა. ძალიან მეძინება უკვე. ძალიან მომწონს, რომ სახლებში მთლიანად დადიან ფეხში შველი და აი აქ შეგიძლია დატოვო შენი ფეხსაცმელი, როცა შედიხარ და გადიხარ. ეს უბრალოდ ეხმარებათ იმაში, რომ მარტივად დაალაგონ ხოლმე და ძალიან საწყალებელი არ იყოს და დაალაგება და ძირითადად შიგნით მიმოძრაოთ სისუფთავეში და საკმაოდ სუფთა არის სხვათა შორის შიგნით.